მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე გადავიღო ახალი ვიდეო აპლიკაციაზე სახელად Bitcoin Miner, რომელიც შეიძლება თუ გადმოიწეროთ ჩვეულებრივად Play Store-დან, მაგრამ ლინკს დავტოვებ მაინც აღწერაში, რა ვიცი. მოკლედ ეს ვიდეო იქნება იმაზე, რომ ფულის გამოტანა შეგიძლია, მაგრამ როგორ და რამდენის და რაღაც ცოტა დებილური არის და ანუ რავი, მოკლედ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე რა, თუ დაგაინტერესებდა, შეიძლება მოეწონოს სოუქს, რავი, არ ვიცი. ხო, სანამ ეს ვიდეო დაიწყება, გთხოვთ ძალიან, რომ ჩემი TikTok იქნება აღწერაში. და Clash Royale-ის ვიდეოების გადაღებას და გასტრიმოს რაღაცებს ვაპირებ, როცა რომ ექნება და გთხოვთ რომ გადახვიდეთ და 50 ფოლოვერამდე მაინც ამიყვანოთ, იმიტომ რომ მინიმალური ეგ რაოდენობა არის, რომ ანუ მაგის ქვემოთ არ შეიძლება გასტრიმო TikTok-მა დამიწეროთ, თორე წინა დღეებში მინდა გაკეთება და გთხოვთ დამაფოლოვეთ. მადლობა. ეს არის ერთ-ერთი Bitcoin-ის მაინერი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც ანუ კლიკერ თამაშია რა, ბევრჯერ უნდა აწკაპუნო რაღაცებს, რა თქმა უნდა ავტოკლიკერს ვიყენებ, იმიტომ რომ სად მაქვს ამის ნერვები ან დრო და რაღაცა რომ ყოველ წუთში ვიდგე ესე ვაწკაპუნო, არ მეზარება კიდევაც როც რომ მქონდეს. და მოკლედ გაჩვენებთ როგორ და რა შეიძლება რომ გამოიყენოთ და გააკეთოთ რაღაცა ფული, როცა იქნება გამოტანადი, ესე რომ ვთქვათ რა. მოკლედ, შევიდეთ პირველ რიგში ეს Bitcoin Miner-ი ეს არის. პირველ რიგში როცა იწყებ, იქნება მარტო პირველი ეს ხაზი, ანუ ეს Shiba Inu coin-ის აინაც გამოდის და ანუ მოკლედ უნდა გააძლიერო, დადგა სხვა ისენი, მიამატო ეს სხვადასხვა ისენი, მოკლედ და ანუ როცა აძლიერებ და რაღაცა, უფრო მეტი რაოდენობა, უფრო მეტი ანუ ფული მიეცემა თითოეულ coins, რომელიც გამოდის ამ მაინერებიდან, ესე რომ ვთქვათ რა. მე როდესაც უფრო მაღალ level-ზე აიყვან ამებს, შეგიძლია რომ აი დედაპლატა რო აწერია keep ანუ earning to unlock GPU-ზე, ანუ ეგ გადაცვალო უფრო მაღალ ბონუსში, ანუ თავიდან დაგაწყებნებს თამაშს, მაგრამ უფრო ჩქარჩა და უფრო მეც გამოიმუშავებ რა ერთ სიტყვით და მოკლედ თავარი ეს არის, ანუ ეს ყოველ წამში უნდა აწკაპუნო ამებს, რომ გააძლიერო, თან აი რაღაც ბუსტები შეიძლება რომ დაამატონ, ეს მაგალითად ეს მენეჯერები შეიძლება რომ დაუყენო სათავეებში და სხვადასხვა ბონუსები აქვს ამას, ხალხ დეტალებში მეზარება ამის განხილვა და ანუ ასევე შეიძლება რომ ნახე აი ბომბი ახატი ამას გასკდეს და ეგრევე მოგცეს ფული და ბოლომდე ანუ ამ გოჭამდე მისვლა არ დაჭირდეს, ესე რომ ვთქვათ რა. და კიდე სხვადასხვა რაღაცები შეიძლება ეს დააწვევი გაძლიერებას და უფრო მეც მოგცემს, უფრო მაქს მოგცემს თუ რაღაცას და კიდე ერთი წითელი ხაზი ანუ ორი ხაზი არის და დააწვევ იმას და აურებს ერთ და იგივე coins და მოკლედ ეს ბონუსები შეიძლება რომ მიახმარო, ესე რომ ვთქვათ, ამ ფულის გამომუშავებას. თუმცა პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს, ანუ ეს ესე რო იყოს და გამოტანა რომ შეგეძლოთ რამდენიც გაგიხარდება, დღეში გავაკეთებდით ალბათ $1 ნახევარს მინიმუმ. თუმცა პრობლემა რაში არის, ახლა შეხედეთ, აი cash out რო აწერია, უნდა გადმოიწეროთ ამისთვის ცალკე საფული, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. ცალკე საფული არის ეს ZBD რო აწერია. და დღეს გამოვიტანე უკვე აქედან, ეხლა გავაჩვენებთ გამოტანას, მაგრამ მარტივი არ ძალიან რა. ანუ დღეს შეგიძლია მარტო 1 სატოშის გამოტანა ამ საფულეზე, მაგრამ ანუ თვითონ საფულეს რაღაცეები აქ კიდე შეგიძლია რაღაც სურვები გააკეთეთ და რაღაცეები გააჩნიათ საცხოვრობთ, შეგიძლიათ რომ ალბათ რაღაცეები იჩალიჩოთ აქედანაც. და აქედან მე მარტივად შეგიძლიათ გატანა, ანუ cents დააწვევით და ჩვეულებრივად გაგაქვთ Bitcoin-ი, რომელ საფულეზეც გინდათ რაღაცა მიუთითებთ, ანუ ჩვეულებრივად საფულის ლინკს, ანუ ეგ მილიონჯერ მაქვს ახსენ ნახი და გამოტანის ვდები ნახეთ ნებისმიერზე გაიგებთ როგორ და რა ხდება რა. მაგრამ პრობლემა ეხა რაში არის? ამ საიტზე თვითონ ამ აპლიკაციაში თვითონ უწერიათ, რომ ანუ იმის მიხედვითო, რამდენ დოლარზე იქნება Bitcoin, ანუ ფასი ავად თუ ჩამოვაო, მაგის მიხედვით უცვლითო გამოტანის მინიმუმს. ეხა გამოტანის მინიმუმი არის 1 ცალი სატოში, რაც არის ცენტის მეათედი, ანუ 0.001 არის ეხა ის გამოტანა შეიძლება. ანუ ფაქტიურად არაფერი ვერაფერს ვერ იზამ მაგდენი ფული. რა ყოველ დღეს რო გამოიტანო 365 ჯერ რო გამოიტანო წელიწადში შეიძლება $3 ნახევარ, არაფერი არ არის ეგ. მე ვიდეოები ვნახე და ანუ რაღაცა ისენი ვნახე, კიდე რა ქვია, ნაწერები ვნახე, ანუ განხილვები რო აქვს ხოლმე, რომ დღეში გამოდიოდა 500 სატოში ბოდიში. 500 სატოში რო გამოდიოდეს, არის 50 ცენტი. ნეტა გამოდიოდეს, ანუ ამაზე ვიქნებოდი შემჯდარი, მაგრამ აქ უწერიათ ესე რომ როცა Bitcoin-ი ქვემოთ ჩამოდისო, ფასებს კი არა გამოტანის მინიმუმს მაღლა უწევთო, როცა ზემოთ ადისო Bitcoin-ის ფასიო, დაბლა უწევთ გამოტანის მინიმალურ რაოდენობასო, თუ მაქსიმალურ რაოდენობასო და ეს არის სწორედ ამ საიტის პრობლემა. ანუ ვისაც გინდათ ესეთი რაღაცა, რომ რამდენიმე წელზე გადაწიოთ გამომუშავება აქედან, შეგიძლიათ უბრალოდ რომ დაჯდეთ, იმუშაოთ მაქსიმალურად ამაზე, ავტოკლიკერები დააყენოთ, ძალიან მარტივი არის, ახლა გაჩვენებთ. აი ავტოკლიკერი ჩავვრთოთ ჩვეულებრივად, ამას გადმოიწევთ Google Play-დან და აი enables მისცემთ რაღაცა ფუნქციებს, შემოხვალთ ამაში Bitcoin Miner-ი. ეს ჩამოწვით ამას ქვემოთ, არ არის პრობლემა.
დააწვევით პლუს 1 რო აქედან აიღოს ეს ბუსტები, რასაც გაძლევს, აი რეკლამებს აგდებს კიდე ყოველ წუთში. მეორე რო ეგ რეკლამები ვარდება ხოლმე რაღაცა ბუსტების გამო და ეგ რო გათიშოს, მოიცა მორჩება რეკლამა და გავაგრძელებ. ხო და დალში ანუ აი ამას გაფართოებას დააწვევით აქ, დაამატებთ ესე 1 2 3 4 და რაღაც 5 ხო დავუშვათ. იცოდე ეს უბრალოდ დაუმიზნო ამას კი ბატონო, სწორია. და მოკლედ ახლა ესეთი რაღაც გაკეთება შეგიძლიათ. თითოეულზე შეგიძლიათ დააწვეთ რამდენ ხანში ერთხელ დააკლიკოს, ძალიან დაბლა არ დაუწიოთ, ახლა 40-ზე მაგ დაყენებული დეფოლტზე ყველა, მაგრამ თორე ავტოკლიკერი გაჭედავს და საიტი ხვდება რომ იყენებ და შავდება ეს ღილაკი რა. დაწყებუნების ღილაკი სადაც ფულს გაძლევს თალკე და ძალიან ბევრი არ დააყენოთ ესენი ავტოკლიკები 4-5 და ეგ ერთი რო ეს ბუსტები აიღოს და აი ჩვეულებრივად იმუშავებს ეხლა ნახე. აი ეს ავტოკლიკერით, ანუ ეს თავის ბუსტებს აქ ხეთქავს, ნახე ხა რეკლამიანი მოხდება აქ რა სიზამს, ეგრევე გაათიშავს თავისით რეკლამას. ანუ ესეთ რაღაცა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ და დანარჩენები თქვენზე არის, ანუ შეგიძლიათ რომ შეხვიდეთ პროსტო და დააკლიკოთ ყველაფერი აწერია რა შვება და რაღაც ეგეთი და ხო რავი ეგ არის ძირითადად მეტი აპლიკაციაზე არაფერი არის განსახილველი რა უბრალოდ დააპაუზოთ ამ ავტოკლიკერს გადაყოლთ ვიდრაუში redeem 1 და ანუ დღეს უკვე გავიტან როგორც გითხარით და ეხლა უბრალოდ არ გაიტანს მეც თორე გაჩვენებდით რომ მარტივად გადის ანუ continuous დააწვევით ეხლა ჩვეულებრივად გაიტან და okay-ს დააწვევოთ და გატანილი იქნებოდა რა გატანა რომ შემეძლოს ხო და სულ ეს არის ამ აპლიკაციაზე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით ჯერჯერობით თუ მაღლა აიწევს გამოტანის მინიმუმ თუ მაქსიმუმი გადავიღებ ვიდეოს და გაჩვენთ რომ გამოდის სხვა მეტი არაფერი იმედია მოგეწონათ ვიდეო გთხოვთ დაალაიქეთ გამოიწერთ არხით ზარისხლებს დააჭერეთ რომ ესეთი სხვადასხვა აპლიკაციებზე განხილვები არ გამოგჩეთ დააკომენტარეთ თუ რაიმე ვერ გაიგეთ და სხვა მსგავსი აპლიკაციებისთვის შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ Discord-ის სერვერზე სადაც ყველაფერი დეტალურად წერია რომ ანუ განხილვა და რაღაცეები რა აპლიკაციები შეიძლება გამოიყენოს რომელმა ადამიანმა რამდენი ზედმეტ ტელეფონით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ლინკი იქნება აღწერაში და სულ ეს არა ვიდეოსთვის შეხვედრამდე